რას პასუხობს ქართველი ჰალკი კითხვას, კაცი ხარ თუ დევის სახალხო ინტერვიუ ადამიანთან, რომელმაც მკლავჭიდში ყველაფერი მოიგო. პალიტრანიუსის ერთობლივი პროექტის სახალხო ინტერვიუს მორიგი სტუმარია მსოფლიოს ნომერ პირველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი, ქართველი ჰალკი. ლევან საგინაშვილი 7 გზის მსოფლიო და 6 გზის ევროპის ჩემპიონია, ასევე არის მსოფლიო თაფ-8 ჩემპიონატის გამარჯვებული. მოგებული აქვს ყველაფერი, რის მოგებაც შეიძლებოდა. გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს. ზუკა. ჰალკი ვინ დაგარქვათ? რამდენად მოგწონთ ქართველ ჰალკს რომ გეძახიან? ვარჯიში რომ დავიწყე, ხელები ძალიან სწრაფად გამეზარდა და აქედან გამომდინარე დარბაზში ჰალკი დამიძახეს. სხვათა შორის მომეწონა და ეს სახელი შევითვისე. უცნობი. ბავშვობაში რა გიტაცებდათ? როდის მიხვდით რომ მკლავჭიდი იყო თქვენი სამომავლო ასპარეზი და წარმატებას მოგიტანდათ? სპორტი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით ფეხბურთი. ასევე ავტო, მოტო, ველოსპორტი, საერთოდ ყველაფერს ვუყურებდი. ფეხბურთი მაინც გამორჩეულად მიყვარდა და ვთამაშობდი კიდეც. მკლავჭიდი 20 წლის ასაკში აღმოვაჩინე, ბავშვი უკვე აღარ ვიყავი და ვარჯიში მაშინ დავიწყე. თავიდან ფიტნეს დარბაზში ვარჯიშობდი, სადაც ჩემმა მწვრთნელმა, ლადო ხუციშვილმა აღმომაჩინა. მან მითხრა, რომ სპორტის ამ სახეობისთვის კარგი მონაცემები მქონდა. იქიდან დაიწყო ჩემი სპორტული ისტორია. დავითი. 7 გზის მსოფლიო ჩემპიონობა დიდი შრომის შედეგია. პირველი ჩემპიონობის ამბავი გაიხსენეთ. რა მოლოდინი გქონდათ და გამარჯვების შემდეგ რა ემოციები? პირველი მსოფლიო ჩემპიონობა 2014 წელს ლიტვაში მოვიპოვე. მახსოვს, პირველ დღეს მარცხენა ხელში იყო შეჯიბრება და მოვიგე. შოკსა და ეიფორიაში ვიყავი, თუმცა აღნიშვნა დიდად ვერ მოვასწარი. მაშინვე დოპინგ ტესტზე გამაქანეს იმ დროისთვის უცნობი მკლავჭიდელი ვიყავი და რადგან ძალიან დომინანტურად მოვიგე, ყველას ეგონა, რაღაც პრეპარატებზე ვიყავი. როდესაც იგივე მარჯვენა ხელშიც განმეორდა ოქროს მედალი ავიღე, მაგრამ ისევ არ მაცადეს აღნიშვნა, კვლავ დოპინგ ტესტზე გამაქანეს. რა თქმა უნდა, პასუხები უარყოფითი იყო და გამარჯვება მხოლოდ ამის შემდეგ აუნიშნე. საკმაოდ დიდ ხანს ვიყავი შოკში, გამარჯვებას ვერ ვიჯერებდი. ნია. 6 გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თაფ-8 ჩემპიონატის გამარჯვებული, ამ წარმატებულ შედეგებს პირადად თქვენ რას მიაწერთ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ის თავდადება, რაც ამ სპორტს მივეცი, ჩემი მხრიდან გავეცი და მკლავჭიდისთვის ყველაფერი გადავდე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სპორტის ამ სახეობისთვის გენეტიკურად კარგი მონაცემები მაქვს. ამას ემატება დაუღალავი შრომა და შედეგით შესაბამისია. ლალი. წინა პრებში ვინმე ხომ არ გყავდათ სპორტსმენი და დიდი ძალის პატრონი. მამა ჩემი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო, დედა ჩემის მამა, პაპა ჩემი, მოჭიდავე და უფრო პაპა ჩემის გენეტიკა მაქვს. ძალიან მაღალი არ იყო, თუმცა გენეტიკურად მისი ხელები მაქვს. უფრო სწორად დედა ჩემისნაირი, ზუსტად მისი მსგავსი ხელები მაქვს. ისე მოხდა, რომ გენეტიკურად ასეთი მონაცემები გვაქვს. დედა ჩემი ქალის ვერცერთი საათის სამაჯურს ვერ ირგებს. ამიტომ მამაკაცის საათს ყიდულობს, რადგან იმხელა მაჯები აქვს, რომ ფიზიკურად არ ერგება. მაგა. მკლავჭიდში ვინ არის თქვენი კერპი და რატომ? ჯონ ბრზენკი, იმიტომ რომ პირველი იყო, ვინც მკლავჭიდი მთელ მსოფლიოს შეაყვარა. 100 კილოგრამიანი კაცი 150, 200 კილოგრამიან ადამიანებს უგებდა, ხელს უწევდა. მთელი ცხოვრება ამ სპორტშია. შეჯიბრებებში დღესაც მონაწილეობს. 60 წლის არის უნიკალური ადამიანია. მას ხშირად ვუყურებდი ხოლმე, ასევე სხვა მკლავჭიდებსაც. მათი ვარჯიშების YouTube-ზე ყურება ჩემთვის საუკეთესო მაგალითი იყო. თუმცა ბრზენკისთვის ხელი არასდროს გადამიწევია, იმიტომ რომ როდესაც ჩემპიონი გავხდი, მისი დომინაციის დროს სამწუხაროდ უკვე წასული იყო. მსოფლიო მკლავჭიდში ისეთი დომინანტი აღარ იყო, რომ ჩემთან შეხვედრა ჩაენიშნათ.